გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს ვაგრძელებთ სულიერ რელიგიურ თემებზე გადაცემათა ციკლს. ჩვენ დღეს მოვამზადეთ ერთ-ერთი საინტერესო საკითხი, აღნიშნული თემა საკმაოდ სიღრმისეულია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ უფრო მსუბუქად შემოგთავაზოთ ხალხისთვის გასაგებ ენაზე და პირველ რიგში მინდა გითხრათ ის გამორჩეული მიმართებები, ის მთავარი საზრისი, რაც იმ პერიოდში ჰქონდა ჩვენს წინაპრებს, იმ გამორჩეულ ადამიანებს, წმინდა მამებს, ღმერთშემოსილ მამებს, რომლებიც სწორად აღიქვამდნენ მოვლენებს. მათ იცოდნენ ადამიანის დანიშნულება, რაში მდგომარეობს და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ცხოვრების განმავლობაში, როგორ უნდა იცხოვროს, რატომ უნდა დაიცვას ქრისტიანული მცნებები. მოგეხსენებათ, ეხლა დაიწყო შობის მარხვა და ბუნებრივია შობის მარხვაში ნებისმიერი ქრისტიანი ცდილობს, რომ მოგზაურულად იცხოვროს, დაიცვას მარხვა როგორც ხორციელი, ასევე სულიერი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ გავიაზროთ ჩვენ ერთხელ კიდევ და მრავალჯერ ის სწორი აზროვნება, რომელიც გააჩნდათ ჩვენ გამორჩეულ წმინდა მამებს. ამ შემთხვევაში მე შევგჩერდები ახლა ჩვენი ერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული მამის, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სულიერი მოძღვრის სიტყვებზე, რომელიც თავის სულიერ შვილს წერდა შემდეგს. მეცნიერება ის სულის სარგებელთა და ადამიანებმა უნდა იკითხონ წმინდა მოღვაწეთა წიგნები, ცხოვრებანი, უფრო სწორად, რათა განმართონ იგი ენაბრგვილობა იგი სულისა. ანუ პირველი რა არის მეცნიერება იგი სულის სასარგებლო, ხომ? დღევანდელ დღეს მართლაც ძალიან აქტუალურია ეს სიტყვები, მე განგებ შევარჩია ეს ამონარიდი, ვინაიდან დღეს სამეცნიერო მიმართულებებმა მართლაც არნახულ წარმატებებს მიაღწია დღევანდელ პერიოდში და შეიძლება ითქვას, რომ არასოდეს სამყაროს არსებობის განმავლობაში სამეცნიერო ამა თუ იმ მიმართულებას ასეთი წარმატებებისათვის არასოდეს მიუღწევია. მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი? მეცნიერება, რომელიც არ არის სულისთვის სასარგებლო და უფრო მეტიც მავნებელია და კიდევ უფრო მეტიც წარმწყმედელია, ბუნებრივია ნებისმიერმა ქრისტიანმა ასეთი მეცნიერებისაგან და ამ მეცნიერებაზე დამყარებულ, ესე რომ ვთქვათ, ნაწერი იქნება, წიგნი იქნება, ნაშრომი თუ შეგონება თუ ფილმი თუ ასე შემდეგ, მასზე დამყარებული, რა სახითაც მოგვევლინება დღევანდელ დღეს, ეს შეიძლება დამაბკოლებელი იქნეს ნებისმიერი ადამიანისთვის პირველი, შესაძლოა აბსოლუტურად დამაბნეველი და აურიოს ამა თუ იმ ადამიანს გონება და კიდევ უფრო უარესი და მაქსიმალურად ეს უარყოფითი მხარე რო ვთქვათ ჩვენ, ეს შესაძლოა წარმწყმედელიც კი იყოს ადამიანისთვის. ამიტომ მეცნიერება სულის სასარგებლო და მეცნიერება, რომელსაც ცხოვნებამდე მიყავს ადამიანის სულის ცხოვნებამდე, ეს არის სწორედ ქრისტიანული შემეცნება, ქრისტიანული ღვთისმეტყველება და აი ეს ქრისტიანული ღვთისმეტყველება და
ქრისტიანული შემეცნება ჩვენმა წმინდა მამებმა ძალიან კარგად იცოდნენ სხვადასხვა დროს, მაგრამ მე ხა ამ შემთხვევაში მოვიყვანე ამონარიდი ჩვენი ყველაზე გამორჩეული წმინდა მამის მეცნიერი ბერის გიორგი მთაწმინდელის სულიერი მოძღვრის სიტყვები, რომ ადამიანი ვალდებულია, რომ კი მართალია ის თავის სულიერ შვილს ეუბნება იმ პერიოდში მე-11 საუკუნეში, მაგრამ მით უფრო დღევანდელ დღეს ჩვენ დღევანდელ ქრისტიანებს გვჭირდება სულის სასარგებლო მეცნიერებებზე ვიფიქროთ, ვიკითხოთ, დავეწაფოთ, ვეძებოთ და გამოვიკვლიოთ. ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, ვინაიდან დღეს ის საფრთხეები, რა თქმა უნდა, რომელიც დღეს არსებობს ქრისტიანთა ცხოვრებაში, მართლაც ამაზე შეიძლება ითქვას ძველ მამებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ბევრ შემთხვევაში, შესაძლოა, რა თქმა უნდა, არის მინიშნებები, მაგრამ ის საფრთხეები, რომელიც საკმაოდ მრავლად არის და სწორედ ეს გამოწვეულია იმ არასწორი, არასრულფასოვანი და ხშირ შემთხვევაში მკრეხელური მიმართებებით, რომელიც სულისთვის არის არასასარგებლო, არამედ მავნებელი და კიდევ უფრო მეტი წარწმედელი. ამიტომ ჩვენ რითა ვართ ამ შემთხვევაში მართლაც განებივრებული ქართველები, რომ ჩვენ აი ამ საუკუნეების განმავლობაში განვლო ჩვენმა ერმა ის გზა, როდესაც აი ეს საფრთხეები, ეს საცდურები სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა სახით მოდიოდა ხოლმე და ის დიდი, კი არა, უდიდესი, წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება, რომელიც შეიძინა ჩვენმა ეკლესიამ, მისმა წმინდა მამებმა, მოძღვრებმა, სულიერმა მოძღვრებმა, რომლებიც მოღვაწეობდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ, ხო? ხშირად ცალკე განდეგილური ცხოვრებით ისინი სიწმინდეში იმყოფებოდნენ და ღვთის, ესე რომ ვთქვათ, აღქმას, ღვთის ნების ამა თუ იმ მნიშვნელოვან პერიოდში ისინი აღწევდნენ სულიერ სრულყოფამდე და მათი სწავლება, მათი შეგონება, მათი დარიგება ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მე როგორც ერთი რიგითი პიროვნება მივიჩნევ, რომ აუცილებელია, რომ დღეს განსაკუთრებით ფასეულია აი ამ დიდი მამების სწორედ ეს შეგონებები და მეცნიერება ის სულის სასარგებლო არის სწორედ ის, რომელიც ჩვენ გვაწვდის თხრობას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვროს სწორად ადამიანმა და მისმა სულმა მიიღოს სასარგებლო და ის აუცილებელი, რატომ ამბობს წმინდა მამა, რომ ენაბრგვილობა იგი სულისა განმართონ. ანუ სულს ჰქონია ენა, ხომ? ეხლა ამ შემთხვევაში ეს გადატანითი მნიშვნელობით არის, ბუნებრივია ნათქვამი. ენაბრგვილობა, ანუ ენაბრგვილობა არის, როდესაც ადამიანი ვერ საუბრობს კარგად, ანუ ბლუკუნებს, ესე რომ ვთქვათ, ხო? ასე არის სული წმინდა მამის აღქმის, ანუ წმინდა მამის განმარტების მიხედვით, ის სული, რომელიც მისთვის სასარგებლო ცნებებს, მისთვის სასარგებლო ლიტერატურას, მისთვის სასარგებლო მისი სულისთვის სასარგებლო ქმედებას არ აღასრულებს. ამიტომ როგორ მოხდება ეს? ეს მოხდება იმით, რომ მან უნდა დაეწაფოს, ის უნდა დაეწაფოს ნებისმიერი ადამიანი ამ შემთხვევაში, ვინცაც რა თქმა უნდა ქრისტიანობა სურს და ენაბრგვილობა მისი სულისა, ანუ ის პრობლემა აღმოიფხრება. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი საკითხი, ბუნებრივია. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ თანამედროვე ეტაპზე. ეხლა რა საკითხზე მინდა ყურადღება გავამახვილო და მოგახსენოთ.
დღეს ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი დაკავებულია იმ თემებით, დავუშვათ ან მაგალითად ისეთი ლიტერატურის კითხვით, ისეთი რაღაც საკითხების კვლევით თუ ასე შემდეგ, რომელიც აბსოლუტურად არ არის საჭირო და ხშირ შემთხვევაში ასეთი მიმართება ადამიანს ხშირად ურევს გზაკვალს და აბსოლუტურად მისთვის ეს არის წარწმედელი და არაჯანსაღი და ეს ერთი, მაგრამ დღეს არის ისეთი სიტუაცია, რომ ამა თუ იმ ლიტერატურის კითხვის და ეხლა მე იმას არ ვამბობ, რომ წიგნი არ წაიკითხოს ადამიანმა, რა თქმა უნდა წაიკითხოს, მაგრამ აი ამ ლიტერატურის წაკითხვას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი და კონკრეტული შედეგი, მაგრამ ადამიანი, რომელიც ქრისტიანულად არ არის მყარად და მას არ აქვს სწორი ხედვები ღმერთის მიმართ, სამშობლოს მიმართ, ტრადიციების მიმართ, ოჯახის მიმართ თუ ასე შემდეგ, ასეთი ადამიანი, როდესაც დაეწაფება იმ არასწორ ლიტერატურას და შეიძლება გამოვიყენოთ ხო წმინდა მამის სიტყვები, მეცნიერება ის სულის სასარგებლო კი არ გამოვა ამ შემთხვევაში, არამედ ჩვენ აქ მივიღებთ მეცნიერება ის სულის საზიანოს და ამიტომ დღეს სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება. ეს უფრო უნდა ხაზგასმა გავაკეთოთ ჩვენ მომავალ თაობებზე, სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, რომლებიც ჩვენ და სამწუხაროდ, რომელთა გარკვეული ნაწილი სწორედ აი ამ სულის სასარგებლო მეცნიერებას გვერდზუვლის. ეს რა თქმა უნდა მეტყველებს ბევრ რამეზე, მაგრამ პირველ რიგში მეტყველებს გაუნათლებლობას. იმიტომ რომ დღეს ადამიანს განათლებად შეიძლება ადამიანმა განათლებად მიიჩნიოს მაგალითად ხუთ ენაზე რომ მეტყველებს. რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ კი ადამიანი სულის სასარგებლო მეცნიერებით ვერ შეიმეცნებს ღმერთს, ვერ გაიაზრებს, რა თქმა უნდა ღმერთის შემეცნებაში აქ უდიდესი წარმოუდგენლად დიდი თემაა ეს და წმინდა მამებიც კი აი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში აი ბოლოს აღწევდნენ ღვთის შემეცნებამდე, მაგრამ აქ საუბარია უბრალოდ რომ საზიანო არ გახდეს ესა თუ ის მოქმედება, ესა თუ ამა თუ იმ ლიტერატურის წაკითხვა, გაცნობა და რა თქმა უნდა ამ იდეებით შემდგომ საკუთარი სულის და საკუთარი ქმედებების კვება. ეს თქვენ წარმოიდგინეთ რთული პროცესია, რა თქმა უნდა, თანამედროვე ეტაპზე საერთოდ სამყარო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ აი ეს ქრისტიანული შემეცნება, რომელიც აუცილებლად ეს არ არის პირველი შემთხვევა, ვინაიდან საუკუნეთა განმავლობაში მრავალი ადამიანი ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც გადაუხვევია ამა თუ იმ ესე რომ ვთქვათ მიმართულებით და ის სულის სასარგებლო მეცნიერებას არ ეწაფებოდა, ვერ ეწაფებოდა, ან არასწორად იღებდა და ბუნებრივია მასზე აისახა. თუ ჩვენ მართლაც ჩვენს გამორჩეულ ადამიანებს ხო გინდ წმინდა მეფეებს ან გნებავთ ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს, რომლებმაც დაიმკვიდრეს ადგილი ჩვენს ისტორიაში, ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს კულტურაში, ნებისმიერ ადამიანს ავიღებთ, შეიძლება დავწუნდეთ, რომ ყველა მათგანი იყო დაკავებული აი ამ სულის სასარგებლო მეცნიერებით, ხო? თვით ქეთევან დედოფალი, რომელიც უდიდესი წმინდანია და დიდმოწამე გახლავთ, იქ პატიმრობაშიც კი მას რა ჰქონდა წაღებული იმ ტყვეობაში, როდესაც ამის შესახებ ჩვენ გვაქვს ცნობები. ეს იყო ძველი აღთქმის, ახალი აღთქმის ეპისტოლეების და ფსალმუნთა წიგნები. ანუ ადამიანები ურთულეს დროში
თუ ულხინდათ, თუ უმძიმდათ, თუ ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, იგივე შეიძლება ვთქვათ დავით აღმაშენებელზე, ხო? რომელიც აი ამ წმინდა წიგნებით იკვებებოდა ის სულიერად, ვინაიდან ხო მარტო 60 ქულოს, როგორც მისი მემატიანე გადმოგცემს 24 ჯერ კითხულობდა წელიწადში, ანუ თვეში 2 ჯერ. ანუ მათ იცოდნენ სწორედ ის სწორი ხედვა, ის აუცილებელი კავშირი აი ამ წმინდა წიგნებთან, რომელიც არის სულისთვის სასარგებლო. ერთ-ერთი წმინდა მამა ბრძანებს, რომ აი ამ ლიტერატურის წმინდა მამათა თუ წმინდა წიგნების წაკითხვის დროს ადამიანის ესე რომ ვთქვათ, სოფხედველობა, აზროვნება უხილავად იცვლება. რა თქმა უნდა, ეს დროთა განმავლობაში შეიძლება ერთ თვეში ან ერთ წელიწადში არ მოხდეს, მაგრამ თუ ეს მუდმივი პროცესია, ადამიანის აზროვნება, ხედვა, ქმედება და ყოველივე იცვლება სასიკეთოდ და ეს შეიძლება პირიქითაც ვთქვათ, ჩვენ თუ კი ადამიანი, რომელიც კითხულობს და დაკავებული აი ამ არაწმინდა, არაჯანსაღი წიგნებით, არაჯანსაღი და არასრულფასოვანი ლიტერატურით, რა თქმა უნდა, მისი სული ენაბრგვილი გახდება, ხო? ზიანდება მისი აზროვნება, მისი გონება და რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანისთვის ეს შეგონება შეიძლება სიცოფეთ გამოჩნდეს და სიგიჟეთ გამოჩნდეს მათი აზრით, მაგრამ დამერწმუნეთ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ აი ამ სამყაროს არსებობის პერიოდში ათასობით და რა ვიცი მილიონობით შემთხვევასაც კი რაც ბევრი მათგანი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით, დავწუნდებით, რომ ქრისტიანულმა სოფხედველობამ სწორედ განაპირობა ის, რომ უამრავი ადამიანი, უამრავი ღვთისმიერი დაადგა, მართლაც მიიღო ეს ჭეშმარიტება და შემდგომ მან ფასეული შექმნა, ფასეული დატოვა და პირნათელი წარდგა ღვთის წინაშე. ეხლა ძალიან მარტივი მაგალითი შეგვიძლია ჩვენ მოვიყვანოთ ამ დღევანდელნად თუ გნებავთ ყოფით საკითხზეც, ხო? ნუ მაგალითად ადამიანი მოსწავლე ხო ამ სტუდენტი პირობითად ახალგაზრდა, რომელიც არ არის ქრისტიანულად აღზრდილი, ხომ? და გასაგებია ეს გასაკვირიც არ არის დღევანდელ ეპოქაში, მაგრამ როგორ მოქმედებს ის უბედურებანი და ის მანკიერებები, რაც დღეს არსებობს, ხო? დავუშვათ ის სმა, ნარკომანია თუ სხვა ლუდომანია, ხო? თამაშობანი თუ ასე შემდეგ. ვინ ეფლობა ასეთ ცოდვებში ძირითადად ეფლობა ისეთი ადამიანები, რომლებიც ქრისტიანულად არ არიან განათლებული. მათი მსოფხედველობა არ არის ქრისტიანული. ანუ რაზე მიგვანიშნებს ჩვენ ეს, რომ მოსწავლე, გნებავთ სტუდენტი, ასაკოვანი ადამიანი თუ ასე შემდეგ, რომელიც ღვთის მოშიშებით, სარწმუნოებით ცდილობს, რომ იცხოვროს, ასეთი ადამიანი ბუნებრივია მოგზალებულად ცხოვრობს. ამიტომ ის თავის თავს არ მისცემს იმის უფლებას, რომ პირობითად სულისთვის და ხორცისთვის საზიანოდ რაიმე ჩაიდინოს. ამიტომ აი ამ შემთხვევაში ძალიან ნათლად ჩანს, რომ ჩვენ აი სულის სასარგებლო მეცნიერება ჩვენთვის არის ყველასთვის, ყველა ადამიანისთვის, ერისთვის, ბერისთვის არის რა თქმა უნდა აუცილებელი და საჭირო. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ხარისხში იქნება, სამეცნიერო ხარისხში იქნება თუ ასე შემდეგ. ყველასთვის აუცილებელია ეს, ხო? ისეთ დიდი ადამიანები, ხო, რომლებიც ჩამოთვალეთ ჩვენ ახლა გნებავთ ქართველ გამორჩეულ ბევრ მონაზვნებზე, რომ გადავიდეთ, გნებავთ ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი მთაწმინდელი და სხვები, რას აკეთებენ ძირითადად არსენი ყალთველ. ისინი იმ სულიერ საკვებს, იმ თარგმნიან იმ ლიტერატურას, იმ აუცილებელ საღვთისმეტყველო ლიტერატურას, წიგნებს, წმინდა მამათა ცხოვრებებს, შეგონებებს და ასე შემდეგ, რომლითაც შემდგომ რომელზე დაყრდნობითაც იზრდება ერის წარმომადგენლების შემდგომ.
და დღეს რა თქმა უნდა ამ კუთხით ძალიან ბევრი რამ კეთდება, ვინაიდან უკვე ჩვენს ეკლესიაშიც მათ შორის საგანმანათლებლო სისტემა არსებობს და მათ შორის ბევრი საერო და სასულიერო პირი აი ამ სამეცნიერო საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწევა და ძალიან კარგია, რა თქმა უნდა ეს და შედეგი გვაქვს გარკვეული, ხო? მაგრამ თუ მეორე მხარეს გადავხედავთ ჩვენ იქ სადაც ეს მადმოსილება არ შეხებია იმ ახალგაზრდას, იმ ოჯახს, იმ სკოლას, პირობითად იმ სოფელს თუ ასე შემდეგ, მათაც ეტყობათ აი ეს ენაბრგვილობა იგი სულისა. ამიტომ ჩვენ დღეს ეს ადამიანებს გონიათ, მაგალითად არის ისეთი ადამიანები დღეს, რომ ახალგაზრდები შეიძლება ვთქვათ კონკრეტულად, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირობითად დღეს 21 საუკუნეა და ეხლა ჩვენ რას გვარგებს, მაგალითად, პირობითად ასურელ მამათა ცხოვრების წაკითხვა, რაზე აი მაგალითად მახსენდება შიონ ღვიმელი, რომელიც აი ღვიმეში ჩასვლის წინ საოცარ რაღაცას ეუბნება ის თავის მოწაფეებს. და რა თქმა უნდა ეს იმ შემთხვევაში ეუბნება, ხომ? მე-6 საუკუნის მეორე ნახევარში მათ ეუბნება ბერებს, მაგრამ ის ჩვენთვისაც არის ფასეული და აი სწორედ სულიერ საკვებად შეიძლება მივიღოთ. რას ამბობს წმინდა მამა, რომ პეტრე მოციქულის სიტყვები მოჰყავს მას. ბოროტი ვითარცა მრდღვინავი ლომი დაძრწის, ვინაცა შთანთქას, მარად ჟამს, ეს მარად ჟამს დაძრწის. ანუ რა აზრი შეიძლება გამოვიტანოთ აქედან, რომ ბოროტს წმინდა პეტრე მოციქულის სწავლებით მარად ჟამს სურს ადამიანის წარწმედა. ამიტომ წმინდა მამა შიონ ღვიმელი თავის მოწაფეებს, ბერებს, ხო? შიონ ღვიმის მონასტერში დამკვიდრებულ ბერებს აფრთხილებს, რომ ღვიძარე იყვენით თქვენ. იმიტომ რომ ბოროტს მუდმივად სურს ადამიანების წარწმედა. ეს არ ეხება მხოლოდ მე-6 საუკუნეს, ეს ყველა ეპოქას ეხება. პეტრე მოციქულის სიტყვები საუკუნოა. ის რაღაც ერთ კონკრეტულ ეპოქაზე არ არის გათვლილი. და ბუნებრივია ეს წმინდა მამები ყველაზე კარგად აღიქვამდნენ მოციქულთა სწავლებებს, ხო, მაცხოვრის სწავლებებს პირველ რიგში და შემდგომ წმინდა მოციქულების სწავლებებს და აქედან გამომდინარე ჩვენ ეს გამოცდილება გვაქვს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს აი ამ სულიერ ლიტერატურაში მრავლად მოიპოვება ასეთი ამონარიდები, ასეთი სწავლებები. ამას ძველად უწოდებდნენ მარგალიტებს, ძვირფას თვლებს და სხვადასხვა ეპითეტებით იწოდებოდა ხოლმე. ამიტომ ჩვენ აქ აგვაქვს, მაგრამ ჩვენ და საუბედუროთ დღეს ადამიანები იმდენად გაუნათლებელნი არიან სამწუხაროდ. არ ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება ეხანაც ვთქვით ჩვენ ინგლისურ, გერმანულ თუ სხვა ენებზე მეტყველებდეს ადამიანი, მაგრამ მას კი, რა თქმა უნდა, გარკვეული განათლება აქვს, მაგრამ მეცნიერება ის სულის სარგებლის მიმცემი შეიძლება მასში არ იყოს. ამიტომ თუ ის ქრისტიანული თავმდაბლობით არ იკითხავს ამ ლიტერატურას და ქრისტიანულ ცნებებს არ დაექვემდებარება, მისი სულის ენაბრგვილობა სახეზე იქნება. და რა არის სულის ენაბრგვილობა? აისახება ეს ხორცეც. ამიტომ გვაფრთხილებს ჩვენ შიონ ღვიმელი, პეტრე მოციქულის აი ამ ცნობილი სიტყვებით, რომ ყოველთვის ადამიანი უნდა იყოს მღვიძარე. მღვიძარება ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა ჩადიოდეს სიკეთეს და ცდილობდეს, რომ აი სწორედ აი ამ მადლმოსილი გზით იაროს, რომ იმ საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს, რომ იმ ბოროტი, რომელიც დაძრწის, ხო? აი მაგალითად რა შეიძლება ამის მაგალითად მოვიყვანოთ, ხო? ახალგაზრდა რომელმაც, ხო, ეხლა ცნობილი ამბავია, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ორი ახალგაზრდა კვირის პალიტრაშიც იყო ამაზე ერთ-ერთი წერილი, რაღაც ნარკოტიკული ტაბლეტის საშუალება მიიღეს და ორივე გარდაიცვალა. ანუ
სწორედ ეს არის კონკრეტული საფრთხე, რომ თანამედროვე ახალგაზრდამ არ იცის აი ამ საფრთხეების შესახებ. ის, როდესაც არის ახალგაზრდა და ფიქრობს, რომ მისი ხორცი უნდა იყოს აბსოლუტურ ნეტარებაში, ჭყალებში, ანუ ფუფუნებაში, დროსტარებაში, განცხრომაში. დღეს ძალიან შეინიშნება წარმოუდგენელი ტოლვა ახალგაზრდებისა და არა მარტო აი დროის ტარების, განცხრომითი ცხოვრების, რაც წესით საერთოდ ქრისტიანს, ეხლა რა თქმა უნდა, მონასტერში ეს იგრძალებოდა მთლიანად და ქრისტიანს, აღსარებელ ადამიანს, რა თქმა უნდა, დიდი დოზით შეზღუდული აქვს. ეხლა გააჩნია რას გულისხმობთ ჩვენ, ხომ ამ შემთხვევაში. დროის გატარება არ უნდა იყოს სულისთვის საზიანო. ანუ ეს უნდა მივიღოთ ხედველობაში. ეხლა რა თქმა უნდა, მე ჩემ ესე რომ ვთქვათ, აზრებს არავის მოვახვევ თავზე. ჩვენ ამოვდივართ წმინდა მამათა, ჩვენი საეკლესიო მოღვაწეთა გამოცდილებებიდან მხოლოდ. და რა თქმა უნდა, მათ წმინდა მამათა სწავლებებზე დგას საერთოდ ქრისტიანული სწავლებები და ქრისტიანული ღვთისმეტყველება წმინდა წერილზე დაყრდნობით და შემდგომ უკვე წმინდა მამათა ეს წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება, რომელიც არსებობს მთლიანად ქრისტიანულ ეკლესიაში და ჩვენი ქართული ქრისტიანული მსოფლმხედველობა რატომ არის მნიშვნელოვანი და ეს აზროვნება, იმიტომ რომ ჩვენ აი ამ ეპოქათა, სხვადასხვა ეპოქათა, აი ამ მტრების, აი ამ განსაცდელების, ამ მრავალი უბედურების, ათეიზმის თუ მრავალი განსაცდელის შემდგომ დღეს საბედნიეროდ მაინც გვაქვს შესაძლებლობა, რომ აი ამ ქრისტიანული მსოფლმხედველობით ვიხემძღვანელოთ, ვეძიოთ აი სულის სასარგებლო მეცნიერება, აი შევისწავლოთ და რა თქმა უნდა, ჯერ შევითვისოთ ჩვენ და შემდგომ უკვე სხვასაც გადავცეთ და მიუთითოთ აღნიშნულის შესახებ. რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, ეს არის უდიდესი გამოცდილება და ეს ჩვენ თვალწინ გვაქვს. ეხლა ნუ პირობითად ბევრი რაღაც საკითხი საჭიროებს კვლევას, ძიებას, მაგრამ ეს ლიტერატურა არსებობს. ძალიან ბევრი ხელნაწერია არქივში, მუზეუმშია სადღაც, მაგრამ რაც გვაქვს გამოქვეყნებული, მერწმუნეთ, იმდენად დიდი მემკვიდრეობა გვაქვს, ჩვენ სულიერ კულტურული მემკვიდრეობა, რომ მათზე დაყრდნობით ადამიანი აუცილებლად უნდა გაიაზროს სწორად, იაზროვნოს სწორად. თუ კი ვერ მოახერხებს ამას, შეიძლება მან ნახოს ის ადამიანი, სასულიერო პირი, საეკლესიო მოღვაწე, ადამიანი, რომელიც მეცნიერი იქნება თუ მეგობარი თუ ასე შემდეგ, რომელიც ქრისტიანული მსოფლმხედველობით აზროვნებს და მას მისცეს სწორი მიმართულება. ხო? და მე დავასრულებ ერთი ამონარიდით, რომ დღეს იყო რამდენიმე შემთხვევა წლების წინ ამ ახლო წარსულშიც, რომ აი მაგალითად პირობითად საყურესთან დაკავშირებით, როდესაც მამაკაცი ატარებს საყურეს და ნუ მე რამდენჯერმე იყო ესეთი შემთხვევა, რომ აი მაგალითად დავით აღმაშენებელი ატარებდაო საყურეს და ხომ შეიძლება რომ მეც ვატარო. ეხლა ჯერ ერთი პირველ ეს არის მტკნარი სიცრუე, დავით აღმაშენებელი არავითარ საყურეს არ ატარებდა. აქ მხედველობაში აქვთ გელათის ცნობილი ფრესკა, რომელიც მთავარ ტაძარში არის ჩრდილოეთის კედელზე და იქ დავით აღმაშენებელს საყურე არ უკეთია. ეს არის გვირგვინის შემადგენელი ნაწილი, ეგრეთ წოდებული პენდილიები, რომელიც გვირგვინზე არის დამაგრებული და ეშვება ყურს ქვემოთ. და ნუ ახლა არ მცოდნე ადამიანი, როდესაც ამას უყურებს, ის თვლის, რომ დავითს ეკეთა საყურე. ეს ერთი. და რა თქმა უნდა, ეს არასწორია. მეორე, როდესაც ადამიანი დავით აღმაშენებელს ახსენებს და მისი მიბაძვა გინდა,
პირობითად, ხო? დავით აღმაშენებლის მიბაძვა შეიძლება მხოლოდ ერთი რამით, ქრისტიანული მსოფლმხედველობით. ვინაიდან დავითი წმინდა მეფე სწორედ აი ამ კუთხით გამოირჩეოდა. ის იყო უდიდესად, უაღრესად ღვთისმოშიში და გამორჩეულად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ გააჩნდა მას უდიდესი სასწოება. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ დღეს აი ეს ხედვები არასწორი აქვს აი ამ ზოგიერთ ახალგაზრდას. ამიტომ დავით აღმაშენებელზე როცა გვინდა აქცენტის გაკეთება, აუცილებლად მის ცხოვრებაზე, მის შინაგან სამყაროზე, მის შეგონებებზე, მის სწავლებებზე, ხომ გნევავთ გალობანი სინანულისანი, თუ კი წაიკითხავს ადამიანი გააზრებით, დარწმუნდება, რომ ეს არის მსოფლიოში გენიალური ნაწარმოები, რომელიც არის საოცარი სულის აღსარება, ოღონდ ქრისტიანი ღვთისმოშიში მონარქის მიერ დაწერილი. ასე რომ მე დღეს აქ შევჩერდები თქვენის ნებართვით და აი თანამედროვე ეტაპზე აუცილებლად ყურადღება უნდა გაამახვილოს ყველა ადამიანმა, რომ აი ამ პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს. მადლობთ ყურადღებისათვის.